ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ვაგრძელებთ მე ჩემს დიდ დალაგებას და გთავაზობთ მეორე ნაწილს. ვისაც დაინტერესა ამ ჩემმა მოგესალმებით ყველას. ჩემმა ამ დალაგებამ დიდი მადლობა. მოვიხსენე საზარელი თიმუჯის ხელთათმანები, რომელიც მეკეთა წინა ვიდეოში და მივხვდი რომ ეს ჩემთვის არ არის. საზარელი ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ლამის გავაფუჭე მოდელები, მაგიმით, აი ეს არის ბუდკა მასკვიჩი. ვისაც გახსოვთ, ალბათ ბევრს გახსოვთ ბუდკა მასკვიჩი, რომელიც პრაქტიკულად უკვე შეცვალა, აი ესეთმა, ხო? კომბომ, ხო, კომბო. თითქმის ყველა წარმოებელს ყავს ესეთი კლასის მანქანა. Ну, ეს არის ჩვენი ძვირფასი კავზი. ჩვენი სოფლის ხვირიანი ავტობუსი. მე ბევრი მოდიფიკაცია მაქვს, მყავს, როგორ არის სწორად. ალბათ მყავს, ხო, რადგან მანქანა მყავს. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი მასშტაბია. ეს არის მოდიმიოს კავზი. მოდიმიოს კავზია ეს ძვირფასო მეგობრებო. სხვათა შორის ნელ-ნელა უკვე ხდება იშვიათობა. მალე ვეღარ ვიშოვით ჩვენ ამ კავს. ასე რომ სხვათა შორის აი ყველა მანქანა ქრება, ყველა ჯერ არის გამოვა არის და მე უკვე ნელ-ნელა ქრება. თავარია ნელა ავიღოთ, ხო, იმიტომ რომ ძალიან ფაქიზებია. ეს არის ტროლეიბუსის სვარს, ეს არის წინა მორბედი, ეს არის ექსპერიმენტული და ესეც არის ექსპერიმენტული სხვათა შორის, აი ეს სვარზიც და STB-ც არის ექსპერიმენტული. გადადიოდნენ ნელ-ნელა ZIU5-ზე, MTB-82-დან გადადიოდნენ ZIU5-ზე და ეს მანქანები იყო შექმნილი გამოფენისთვის, საგამოფენო ცენტრისთვის, VDNХ. აი ხო ხედავთ, რამხელა პანორამული ფანჯრები აქვს, ხო, შემინულია. მინები აქვს, ну, როგორც პაზიქს, ხო? როგორც თავიდან ქონდა ლაზებს. აი აქაც ხო განახეთ წინა ვიდეოში. ხო და ამ ტროლეიბუსს უნდა ევლო VDNХ-ზე, საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე და საბჭოთა მშრომელებს უნდა ენახათ სხვადასხვა რესპუბლიკის და მიღწევების პავილიონები. შემდეგ უკვე შეიცვალა აი ამ სვარზე, მერე გადავიდნენ TBU-ზე და მერე უკვე ZIU5-ზე, ну, შემდეგ უკვე ZIU9-ზე, რასაც აქ ხედავთ. დიდი რაოდენობით არ აწარმოებდნენ მაგ ტროლეიბუსებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მანქანები კი გავიდნენ ხაზზე. ну, ეს არის თბილისის ტროლეიბუსი ZIU9. სამწუხაროდ აი ერთ-ერთი ჩემი გადაღების დროს ეს სადღაც მოსწყდა და ვეღარ აღმოვაჩინე, ვეღარ ვიპოვე სადღაც გაქრა. არ ვიცი, როცა აი ეს ვარდება, მე უკვე იატაკზე. მე რთულია მოძებნა. ეს ხშირად ვაფუჭებ ტრანსპორტს. სამწუხაროდ ეს მოდელის იშვიათობაა. მაგრამ ამ მოდელის ნაკლი არის ის, რომ შტანგები არ ეწევა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის SSM-ი, ხო, start scale model, მწარმოებელი, შემდეგ გამოუშვა ძალიან მაგარი მოდელები ტროლეიბუსის სხვა ფერებში და მანამდეც უშვებდა, სამწუხაროდ, აი, რატომღაც აი ესეთი ის არის. სტატიკური აქვს ეს ელემენტი, რაც ძალიან ცუდია პრინციპში ამ ტროლეიბუსისთვის, რადგან ყოველთვის ამ ტროლეიბუსის ეშხი იმაშია, რომ ეწევა შტანგები. ну, ეს მოდიმიოს ვარიანტია, ესეც. ну, პრინციპში თბილისის ტროლეიბუსია, შეიძლება ითქვას. აი, ძალიან ბევრ სურათზე, კინოში, დოკუმენტურ ფილმებში 70-იანი წლების და მერე უკვე ბოლომდე ეს ტროლეიბუსი ყავდა, ხო, ესეთები და შკოდები TR-14, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც და სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში
ტროლეიბუსების სისტემა მუშაობდა არა მარტო თბილისში, ეს იყო რუსთავი, ეს იყო გორი, ეს იყო ბათუმი, სოხუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი ვთქვით, შეიძლება რაღაცა გამომრჩა, ის ცნობილი, ესე იგი, საჩხერე-ჭიათურა გზა, თვით საჩხერეში დადიოდა ტროლეიბუსი, ხო, თვით ჭიათურაში, მე დამაკავშირებელი, ასე რომ და ეს ძალიან კარგი მოდელია, ეს არის TBU არის, მე იმანაც გამოუშვა მოდიმიო, მაგრამ ეს არის ultra models-ის მოდელი, მწარმოებელი, რომელიც არსებობდა და ეხლა აღარ არსებობს, ნახეთ, აი, კარებიც ეხსნება ამას, წინა კარიც, უკანა კარიც ეს, თხილად კარები იკეტება, კიდე არ გავაფუჭე რაღაცა. და აი ეს შტანგებიც ესე ცოცხალია და ეს შტანგებიც ეწევა. აი ესე ეწევა ეს რაღაც ის აქვს გადაბმული. ნახეთ რა ეს. ასე რომ ძირფასო მეგობრებო, ეს ესეთი უფრო ცოცხალი ტროლეიბუსია და ძალიან მომწონს ესეთი ultra models-ი პერიოდულად ჩნდება სხვადასხვა საიტებზე. დიდი ხანია თვით ეს მწარმოებელი ultra models-ი აღარ არსებობს, მაგრამ მწარმოებელი აღარ არსებობს, მაგრამ თვით ეს მოდელები ისევე როგორც ზილის მოდელები, ზილ 121-ის არსებობს. ეს უკვე არის სვარზი, მოდიმიო სვარზი, აქაც სამწუხაროდ შტანგები არ გვიმუშავებს. და აი ეს გადავწმინდოთ. შტანგები არ ეწევა ამას, ესეთი. ეს აქვს ტყილად მიბმული. არ მუშაობს. შემდეგი, აი ეს არის ლას ტურისტი არის ლაზე 699R, ცნობილი ტურისტი, ხო, აქ ბევრი დადიოდა თბილისში. თბილისი, ზუგდიდი, თბილისი, ბათუმი, თბილისი, აი რა, ყაზბეგი, ყველგან დადიოდა, ძალიან მოძრავი, სხვათა შორის ძალიან მოთხოვნადი ავტობუსი იყო, არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ საქალაქთაშორისო გადაზიდვებისთვის, მგზავრების გადაზიდვები. რესტორანი ნათქვამია, ხო, აი გადაყვანისთვის მგზავრების. აი ძალიან ვისაც ახსოვს ძველი სადგურები ოკრიბა ეხლა რასაც ქვია ოკრიბა დიდუბის ავტოსადგური ვაგზლის ავტოსადგური 90-იანებში ვისაც ახსოვს ვიფასო მეგობრებო ორთაჭალის ავტოსადგური ეს სურათებიც არის სადაც ეს ავტობუსი ესე ამაყად დგას მე მაქვს ეს არის სავეცკი ავტობუსის საწარმოება მე მგონი ხო სავეცკი ავტობუსი კიდე აქვს მოდიმიოს ეს მოდელი და კიდევ აქვს ვის დემპრაის აუცილებლად და კლასიკ ბასიც ყავს ეს არის ავტოკლუბი ეს არის დიაგოსტინის მოდელები დიაგოსტინმა სხვადასხვა დიდი გმირობა ჩაიდინა როდესაც 2000 მე მგონი 12-11 წლიდან დაიწყო გამოშვება აი ამ ავტოლეგენდების სერიის და ამ სერიაში თითქმის ყველაფერი შევიდა რა თქმა უნდა მე ყველა მანქანა ამ სერიიდან არ მყავს მაგრამ ბევრი რაც საჭიროა ესეთი საკვანძო საეტაპო მოდელები მყავს და შესაბამისად ამ მოდელების ფარგლებში მე ყოველთვის ვცდილობ როდესაც მაქვს როდესაც წავაწყდები ისევ და ისევ ყიდულობ და ესეც არის ტექნოპარკის ტროლეიბუსების სერია ნახეთ ეს არის ცეხპომეშა წერია ხო ტექნიკური დახმარების ტროლეიბუსი ესეთი პატარა ვერსია 1.87 ეს არ არის მოდელი ეს არის უფრო სათამაშო ხო ტექნოპარკი ცდილობს რაღაცა გააკეთოს მაგრამ ესეთი რაღაც უფრო მოსათამაშო რაღაცა გამოსდით მაგრამ ეგეც სქემატურია და შესაბამისად ეგრე სქემატურია და საინტერესოა
ამიტომაც მე ეს მოდელი მყავს კოლექციაში. ნახეთ, აქაც არის კარები და აი ამ კარების მეშვეობით, ესე იგი ეს ვინც არის ტექნიკური პერსონალი, გამოდის აქ რაღაცეები. უდევთ სათადარიგო და ამის ნედა რამე ჩანს ახლა რომ გიჩვენებთ. ხო, როგორც ჩანს, აი ახლა ხედავ ეკრანზე რა ხდება ძირფასო მეგობრებო, ეს მე მგონი კარგად ჩანს ყველაფერი, რა შემიძლია აქამდე მოვიტანო. ხო, გამოსახულება. და მე ხო ვერ ვხედავ მონიტორს, ტელეფონის ეკრანს ვერ ვხედავ. ნუ აქ არჩევანი მქონდა, ჩემი თავი განახოთ ამის ფონზე, თუ რეალურად სათამაშოები განახოთ. მე მგონი ახლა სათამაშოები უფრო გაინტერესებთ ვიდრე ჩემი თავი და ეს არის ძალიან ნორმალური და გასაგები ამ შემთხვევისთვის, რადგან მე აქ არა ვარ საკვანძო ფიგურა არის მანქანა. ესე იგი, აი ნახეთ, აი ეს ბოჩკა, ხო? კასრი, პივა, ლუდი. მე როდესაც განახეთ, ნახეთ, აი ესეთი რაღაცაა. ლუდი, წყალი, რძე, ღვინო და თქვენ მითხარით, სად არის ბურახი? ბურახიც აუცილებელია, იმიტომ რომ ბურახი იყო ყველაზე საინტერესო, რადგან ჩვენ ვსვამთ ჩამომივიდა ერთ-ერთ გზავნილში, რომელიც უნდა განახოთ და რომლის unboxing-იც უნდა გაგიკეთოთ, განახოთ, ნახეთ, ონკანიც არის, მე მგონი ის დეიდაც გამოვიწერე პატარა აქვია იმას ფიგურა, რომელიც ყიდის. ეს არის შავი ვოლგა, ეს მე მგონი ეს დიაგოსტინია. აი ეს შავი ვოლგა. ბევრს გახსოვთ. ნუ ძირითადად ამ პატარა მანქანებს მე უკვე ავტოკედელზე ვანთავსებ. ეს ცალკე ავტოკედელია, ავტოკედელი მაქვს გაკეთებული პატარა თაროებით, აწყობილი, რომელსაც პერიოდულად თქვენ განახებთ. ნუ ეს არის აი XO models. აი ესეთი ძალიან საინტერესო მოდელი არის Lada 2105. ეს არის 1983 წლის რაღაც რბოლა, მე მგონი, რომელშიც მონაწილეობდა საბჭოთა კავშირიდან ეკიპაჟი, აი ესეთი სპორტული, აი ეს მაქვს ესეთი გაუხსნელი, ნუ რაღაც მოდელები მაგ გახსნილი, რაღაც გაუხსნელი, მაგრამ მე უფრო გახსნილი მოდელების მომხრე ვარ. კი გასაგებია რომ თითოეული ეს პატარა მოდელი არის მტვრის ბუდე და ძალიან რთულად მოსავლელი. ეს არის ავტობუსის გაჩერება, ნახეთ, საბჭოთა ავტობუსის გაჩერებების სერიიდან, სხვათა შორის ამ ტრანსპორტის გაჩერებებით არის დაინტერესებული ბევრი უცხოელი ფოტოგრაფი და ბევრმა ფოტოგრაფმა მოიარა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, მათ შორის საქართველო და აი რაც დარჩა ეს ტრანსპორტის გაჩერებები, ყველა გადაიღო და გამოუშვა ალბომიც, ფოტოალბომიც, გააკეთა ფილმიც და გარდა ამისა მე მგონი რაღაც არა მარტო დოკუმენტური, მხატვრული ფილმიც ააწყეს ამ თემაზე. ნუ ნანახი მაქვს ფრაგმენტები, ძალიან საინტერესოა, ძალიან შთამბეჭდავია. საქართველოს მასალებიც არის შესული იმ ალბომშიც და იმ ფილმშიც, ასე რომ შეგვიძლია მე ინტერნეტში მოვიწიოთ. ნუ აი ეს არის ირანული ავტობუსი, ხო, ირანში დადიოდი, მე მგონი ეს ავტობუსი და ესეც არის არა, ეს არის ბერლეტი 1.53-თან. ეს არის ფრანგული ავტობუსი. ნუ მე მაპატია თუ რაღაცა შემეშალა, მე არც ვიკიპედია ვარ და არც გუგლი, ნუ წესით კი ყველაფერი უნდა ვიცოდე, რაც კი მაქვს და მყავს კოლექციაში, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება შეცდომაც დაუშვა და ძალიანაც არ გამაკრიტიკოთ ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ ამ კოლექციის მეშვეობით, ხო, მეც ბევრ რაღაცას ვსწავლობ ტრანსპორტის შესახებ. კი, ბავშვობიდან მიყვარს ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მანქანები, მაგრამ ნუ ბოდიშს ვიხდი, ხო, რამდენი მწარმოებელია, რამდენი მანქანაა, რამდენი ნაირსახეობა, ყველაფერს ესე ადვილად ვერ დაიმახსოვრებ. ნუ აი ეს სათამაშო, ამით რაღაც ვახალისებ, ეს მე ვარ ჰოროსკოპით აი ესეთი ვირთხა და ეს მე მაჩუქეს ჩემმა მაყურებლებმა. ხო იცით რომ ჩემი ერთგული მაყურებლები ყოველთვის ჩნდებიან აი ეს მოულოდნელად სურპრიზად საჩუქრებით, შოკოლადებით, იციან რომ მიყვარს
ეს არის სახანძრო კუთხე. აი ეს ძალიან მაგარი ეს მანქანა სახანძრო, რომელიც ასევე მაჩუქეს და წელს ძალიან მაგარი სახანძრო მანქანა მაჩუქეს ჩემმა კოლეგებმა, ჩემმა თანამშრომლებმა, ძვირფასო მეგობრებო, მაგასაც აუცილებლად განახებთ. აი ეს არის AC ავტოცისტერნა. ну, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდება. ну, ეს არის ზილი, ესეთი ხო? მამაკაცური ზილი, ესეთი ბრუტალური. ну, არის ნიჟნი ნოვგოროდის ფერებში არის გამოშვებული ეს მანქანა და პაზიკთან ერთად, აი ესეთი სახანძრო პაზიკი ყავს. ქმნის ესეთ სახანძრო კუთხეს ჩემს გარაჟში. სახანძრო განყოფილება. ну, აი ესეთი პაზიკია, ну, ესეც არის, მე მგონი, სავეტსკი ავტობუსის თუ არ ვცდები. თავის დროზე ყველაფერს უშვებდნენ აბსოლუტურად იდეალურად, ლამაზად, კარგად გოხდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდა ამ კომპანიებს, რომლებიც უშვებდნენ ამ ტრანსპორტს და თითქმის არაფერი აღარ გამოდის, ვერაფერს მეგობრებო. მარტო მოდიმიო რაღაცას აი ჯახირობს, მეტი არაფერი. ну, არ ვიცი, ცუდია, მაგრამ აი რაც არის მოცემულობა ეს არის. აი ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა, ეს არის ავტობუსის გაჩერება, შინდისი თბილისი. შინდისი არის სადაც მე გავატარე ბავშვობა ჩვენთან აგარაგზე. ну, აი ესეთი გაჩერება არის შინდისი თბილისი. რეალურად ცოტა სხვანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ აი ჩემმა მეგობრებმა, დიზაინერებმა, რომლებიც აკეთებენ საოცარ ნამუშევრებს, საახალწლო სუვენირებს, რადგან იციან, რომ მე მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ესეთი სუვენირი, ესეთი საჩუქარი გამიკეთეს. ერთ ღამეში ააწყო აი იმ დიზაინერმა, ძალიან კარგმა პიროვნებამ. დღესდღეობით არის წასული საზღვარგარეთ ევროპაში და ევროპაში ქმნის თავის ნამუშევრებს და სხვათა შორის ძალიან გაყიდვადია და ძალიან მოთხოვნადია ეს მისი ნამუშევრები. ну, გაჩერებები, ჯიხურები, ეს ყველაფერი უკვე აქსესუარებია, ძვირფასო მეგობრებო, რომლებიც ეს აქსესუარები ამდიდრებენ. აი ეს არის რეალურად პაზიკიდან. აი ესეთი პაზიკიდან 32.05-დან. აი ეს სადაც რეალურ ავტობუსში იყო ეს წარწერა, ადგილების რაოდენობა 23 და სულ ეტეოდა 42 მგზავრი. ასე რომ ეს ყველაფერი არის ისე, როგორც არის სინამდვილეში. პატივცემულო მეგობრებო, ახლა ავიღოთ ხელში მტვრის სტილო, ну, ამას არ გამოვიღებ. ეს არის პურის მანქანა, ეს არის კორგის 1.76-ზე, მასშტაბი 1.76-თან, ეს არის კორგის ცნობილი ფირმა, ბრიტანული ავტობუსი, ესეთი ფერადი. ეს არის მაზი აგნიაპასტა ცისტერნა, ეს არის პატარა სათამაშოა უფრო, რა თქმა უნდა, ეს ტექნოპარკი იკარუსი, ეს არის დიაგოსტინის მანქანები, მიკროავტობუსი ჩვენი ლატვია, ხო, რაფიკი, ეს არის მოსკვიჩი მილიცია და ესეც არის ტაქსი GAZ-21 წითელი სახურავით. სხვათა შორის, ну, ტაქსები ესეთი დადიოდა, სოხუმში იყო ესეთი ტაქსები და ფოტოებზე არის აღბეჭდილი ესეთი ტაქსები. ახლა შეგვიძლია შევალაგოთ ეს ყველაფერი და ნახოთ, მეც რომ მაინტერესებს წვერი არის თუ არა, არ არის წვერი. მაგრამ მაინც უნდა დავალაგოთ ეს ყველაფერი ძალიან ისე აკურატულად. როგორც იტყოდა ერთი ჩემი ნაცნობი,
როცა რაღაცას აქებდა, ყველაფერზე იძახდა ინტელიგენტნად. აი, ინტელიგენტნად უნდა გავაკეთოთ. მოდი, ეს არის მანი. ესეც მოდი მიუვა. ეს არის ავტობუსი. მე მგონი ქუთაისში დადიოდა ესეთი მანი. და არაერთი, სხვადასხვა ფერებში ოღონდ. თუ ნამდვილად სწორედ მახსოვს ქუთაისში და აი რუსთავზე ვერ გეტყვით, მაგრამ ქუთაისში დადიოდა, იმიტომ რომ ქუთაისში გადაღებაზე პარლამენტში რო დავდიოდით, ხო? მან მინახავს ეს ძველი მანები. დღეს არ ვიცი ქუთაისში როგორი ესა პარკი ავტობუსების. ნუ ეს რა თქმა უნდა ეს თქვენ იცით, ხო? ეს არის ლიაზი ალიკა, ხო? ალიკას ის არის, ალკას მისაბმელია. ეს მანქანა იყო შკოდა ლიაზე. გამოყენებული ფილმში კავკასკაია პლენიცა, ვისაც ახსოვს, რომ გადმოვიდნენ ისინი გაყინულები. და ამიტომაც ეს მანქანა ესეთი საკვანძოა და საინტერესოა. სხვათა შორის ჩვენთან ეს მანქანები დადიოდნენ, შემოქონდა ტვირთი რუსეთიდან და ეს ტვირთი ნაწილდებოდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი რეფრიჟერატორები. ნუ მაშინ არ არსებობდა ხო აქ იმ რაოდენობით დაფი, სკანია და ასე შემდეგ. ხო, სად იყო? არ იყო ამდენი ის მანქანა. ეხლა ჩვენ რა გვინდა? ეხლა ეს კალიჩსტო მესტ დავდოთ. ой, ჩამივარდა, ხედავთ. ნე, ხო გეუბნები, ძალიან რთულია ამ ყველაფრის დალაგება, რადგან ფაქიზია. ეს ყველაფერი არის ძალიან წვრილი და დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც შენ მუშაობ ამ წვრილ რაღაცეებთან, უკვე შენს იღლები. ნუ რეგულარული დალაგება სჭირდება ამ ყველაფერს. თავარია არ გააფუჭო. და ეხლა ეს ტროლეიბუსები ისევ ესე ლამაზად განვათავსოთ. როგორც ტროლეიბუსების პარკში. ეხლა ვისაც ახსოვს დინამოს სტადიონთან იყო ტროლეიბუსების პარკი, ხო? სადაც ეხლა ბაზრობაა. და ხშირად არც შედიოდნენ ამ დეპოს ტერიტორიაზე პირდაპირ, აი სადაც ეხლა დინამოს სტადიონია, ხო? აი შუა გზაზე აჩერებდნენ ეს ტროლეიბუსები, ჩერდებოდნენ. შუაში იყო ტრამვაის ლიანდაგი და გარშემო, აი, მაგას ბიგელი, გარშემო კიდე ჩერდებოდნენ ეს ტროლეიბუსები. არავინ არავის არ უშლიდა, მაგრამ, ნუ, იმიტომ რომ სუბუქი მანქანა იმ პერიოდში ბევრი არ იყო. არ იყო ბევრი სუბუქი მანქანა, აქ ესე უნდა გავაკეთოთ, სხვა გზა არა გვაქვს. ძვირფასო მეგობრებო, რადგან ეს ტრანსპორტი არის მოცულობით დიდი და ადგილი სჭირდება ამ ტროლეიბუსებს. ხო ხედავთ? არიან დიდები, გრძელები და შესაბამისად არ ეტევიან. მაგრამ აი შეიძლება აი ეს ლაზი ესე დავატიოთ, არ ვიცი. აი, შევა. აი ესე შევიდა. ლაზი შევიდა ამ ტროლეიბუსებს ესე დავაყენო. ნუ იცით რა არის, მილიონი ვერსია, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განაწილდეს. აი თქვენ ახლა რო უყურებთ, შეიძლება მე დამიწერეთ კომენტარებში ეს ესე რატო და ეს იქით უნდა დაგედო. გავითვალისწინებ თუ რამე საინტერესო დაიწერა და მე დავალაგებ ისე როგორც მეტყვით. მაგრამ სხვა ბევრი რაღაცაა კიდე დასალაგებელი, ასე რომ ნუ ნერვიულობთ ამაზე. ბევრი რაღაცას გავაკეთოთ კიდე ეს ერთობლივად ეს ჩემი ეს კიდე ჩავარდა ეს არ უნდა ამას გაჩერება თავის ადგილზე. აი ესე შეიძლება ეს დაწყნარდეს ეს вообще количество мест. ანუ ეს ნამდვილი იმისა პაზიკის და ამიტომ ნამდვილი პაზიკიდან არის. ანუ ამის თქმა მინდა ამ გაჩერებასაც მიუჩინოთ რამე ისეთი. ნუ აი აქ რომ დავდგეთ რა მოხდება. ჯერჯერობით ესე დროებით ესე დავდგათ და აქ მოვიდეს ეს ჩვენი კავზიკი სოფლის ავტობუსი. აი ეს მოვიდეს. რაღაც დაიფარება, მაგრამ არა უშავს. მე
სათითაოდ ამ მანქანებზე გადავიღებ იმას პატარ-პატარა რგოლებს. ეს არის ავტოკლუბი, როგორც გითხარით უკვე. ეს ავტოკლუბი აქ იყოს ბუხანკ. მე რაღაც ამ ბოლო დროს ეს ბუხანკები ძალიან მომეწონა. შემიყვარდა ეს ბუხანკები. რატომ არ ვიცი. და აქ აი ამ შინდისის გაჩერებასთან, ხო? აი ესეც მინდა რომ გამოვაჩინო ეს შინდისის გაჩერება. აქ მე გავაჩერებ აი ამას. აი ამას გავაჩერებ. აი ესე გავაკეთებ. ნუ აქაც ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი, სხვანაირად არის ცოტა გადასანაწილებელი. ნუ მოდით ეს ფრანგი საფრანგეთიდან სტუმარი აი ეს დავაყენოთ. ეს ჩვენი რომელიც მე და აქ გავაკეთოთ ჩვენ სახანძრო განყოფილება. აი აქ დავაყენოთ ეს ჩვენი სახანძრო მანქანები. პაზიკი და სახანძრო პაზიკი და ზილი. აი აქ ესენი არიან. აი ეს თავიანთვის ჩუმად წყნარად. აი ეს ფრანგი ესე დავაყენოთ ლამაზად. და აქ პაზიკი მყავს გაჩერებული და შემიძლია კიდე რამე ისეთი საფუძვლიანი ხო ამოვიყვანო ქვემოდან. აი მაგალითად აი ეს შემიძლია ამოვიყვანო ეს ჩვენი უსაყვარლესი ნამდვილი პაზიკი. აი ეს აი ესეც სოფლის ავტობუსი აი ესეთი უსაყვარლესი ჩვენი პაზიკი. აი აქ არიან. ნუ როგორც ნამდვილი ავტოპარკი, ხო? თბილისის შინდის სხვადასხვა ტიპის ავტობუსები მოვიდნენ, ხო? ამას შეერაფერი ცუდი არ არის. ესეც პაზიკია, ოღონდ სხვა ფერში. ესეც არის მოდიმიოს ვარიანტი, ძალიან კარგი. პაზ 672. აი ეს არის მოდიმიოს ვარიანტი. ესეც გავაჩეროთ აი აქ. აი ესე იდგება, ხო? აი, მოიცა. მინდა ესეც გამოჩნდეს. აი ეს. და აქ წინ ეს მძღოლებისთვის არის ეს პივა. ძალიან ლუდი უიმე როგორ უნდა დალიოს ლუდმა მძღოლმა ლუდი ხალხო. ვერ დალევს. მძღოლი ლუდს ვერ დალევს, იმიტომ რომ მე ვეღარ დაჯდება საჭესთან. ეს ბუდკა მოსკოვშიც იყოს, ხილი მოიტანა გაჩერებაზე. ყიდიან ხილს. გაჩერებაზე ყიდიან ხილს. ნუ აი ეს ვოლგის ადგილი ჩვენ არ დაგვრჩა. სამაგიერო ჩვენ ორი ის გავაკეთეთ. დავზოგეთ ცოტა ადგილი და ეს ჩვენი პატივცემული ვირთხა დავაბრუნოთ თავის ადგილას. აი ესე. აჰა. ეს. აი არ უნდა მაგას გაჩერება ვირთხას. რა უყოთ ხალხო? ეს დგას. აჰა. მოიცა. ვირთხა არამდგრადია. ვირთხა არის არამდგრადი. აი ეს კუთხეში იყოს ვირთხა სხვა უყარს დამალვა, გადამალვა. იყოს ესე. და აი ამ იმაზე კიდე დავდგეთ ეს შავი ვოლგა, აი ამ 05-ზე დავდგათ ძალიან ესე ღირსეულად. ნუ რა ვქნათ, როცა ადგილი არ გაქვს, აი ესეთი ეკონომია უნდა გასწიო. კი, გასაგებია, როდესაც ყველაფერი ესე იდეალურად არის გადანაწილებული. თუ მეორე თარო დამთავრდა, მოდით ეს ვიდეოც დავასრულოთ, ძვირფასო მეგობრებო. ესე დალაგდა. კი ბატონო, შეიძლება ბევრი ის შენიშვნა გქონდეს, რომ ძალიან ისე ჭიდროთ არის და ბევრი რაღაცა არ ჩანს, მაგრამ არაუშავს შემდეგ ვიდეოში უკვე განვიხილავთ ამ თაროს და აქაც ესეთი გადაადგილებები გვექნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. იმეც შეიძლება გამოუჩნდე, არ ვიცი. კარგად მზადდებოდეთ.